რამდენად დაცულია კიდევ უსაფრთხოება საქართველოში იმისათვის, რომ მოზარდი სოციალური ქსელის მეშვეობით პორნო ინდუსტრიის მსხვერპლი არ გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტით მოზარდთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება საქართველოში ნაკლებად ხდება. ფსიქოლოგები და სოციალური სამსახურის წარმომადგენლები ბავშვთა პორნო ინდუსტრიაში ჩართვის სერიოზულ საფრთხეებზე საუბრობენ. 2014 წელსაც ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული ძირითადად Skype-ით პორნოგრაფიული სურათების და გაყრილი ქმედებების განხორციელება ბავშვთან თანდასწრებით. ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ბავშვი მაქსიმალურად, როდესაც ბეზის კომპიუტერთან. იმიტომ რომ ქსელში არიან შემოსული ასეთი ტიპის მოძალადეები, რომლებიც ახორციელებენ ასეთ ქმედებებს და მერე ისინი შანტაჟის მიზნით იღებენ სურათებს, ფოტოებს და უფრო მეტ ძალადობისკენ უბიძგებენ ამ ბავშვებს. ფსიქოლოგების შეფასებით იმის გამო, რომ პორნო ინდუსტრიაში მოზარდთა ჩართულობის ფაქტებზე მიმართვიანობა არ ხდება, არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობა და პორნო ინდუსტრია არ არსებობს. ხდება სხვაგან, არ არსებობს დაუშვებელია და არ ხდებოდეს ჩვენგან. ნებისმიერი ბავშვი შეიძლება გახდეს მსხვერპლი, გინდაც ბავშვთა პორნოგრაფია იყოს, გინდაც სექსუალური ძალადობის. და შეიძლება იყოს სოციალურად დაუცველი, რომელსაც შეიძლება რაღაც ფულადი გასამჯობო შესთავაზო ამის გამო. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ცოტა მშობლის მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, შეიძლება თავის კლანჭებში მოიქციოს მოძებნა და მის და დაიყოვიოს სხვადასხვა ესეთ ძალადობებს ჩაეთრიოს. ოფიციალური სტატისტიკა ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების შესახებ არ მოიპოვება, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, სწორედ სერვერებიდან ბავშვთა პორნოგრაფიული მასალების ატვირთვას უკავშირდება კომპანია კავკასიის ონლაინში კრიმინალური პოლიციის შესვლა. უცნობია რა მოქმედ მიმდინარეობს გამოძიება და კონკრეტულად რა გარკვევებზეა საუბარი, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. კომპანია კავკასიის ონლაინი კი მომხდარზე განცხადებას ავრცელებს. კავკასიის ონლაინი სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცავ ორგანოებზე გასცემს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მომხმარებლების მიერ სერვერის სასერვეროში განთავსება ანუ კოლოკაცია კავკასიის ონლაინის ასევე როგორც სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიების ერთ-ერთი მომსახურებაა, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ. კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას ხელშეკრულება არ რეგულირებს, რომლის თანახმადაც კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ კონტენტზე, რაც წერს სერვერზე. მოხდა თუ არა კომპანია კავკასიის ონლაინის სერვერებიდან ბავშვთა პორნოგრაფიული მასალების ატვირთვა. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობს. მანამდე კომისიაში იმ რეგლამენტს განმარტავენ, რომელიც კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას ეხება. მომსახურების გამწევი პირი ვალდებული არის უზრუნველყოს ვებ-სივრცეში განთავსებული შინაარსის კონტროლი, უზრუნველყოს ეფექტური მექანიზმის შემუშავება, რათა იმ შემთხვევაში თუ დაუშვებელი პროდუქცია განთავსდა ვებ-სივრცეში, ასე ვთქვათ, უზრუნველყოს მომხმარებელთა წვდომის შეზღუდვა. კავკასიის ონლაინი დღეს არის დომენის გამცემი ერთადერთი კომპანია, შესაბამისად კავკასიის ონლაინს ეს ვალდებულება აქვს. პორნოგრაფიული ხასიათის ნაწარმოების, გამოსახულების თუ ნაბეჭდი გამოცემის უკანონო დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი ქმედება. სანქციებად კი გათვალისწინებულია ჯარიმა ან გამოსასწორებელი სამუშაო 2 წლის ვადით ან და პატიმრობა იმავე ვადით. ბავშვთა პორნოგრაფიის აღკვეთაზე საქართველოს ზრუნვას ის ბავშვის უფლებების კონვენციის მუხტის აღებულებს, რომელიც ბავშვების ვაჭრობას, ბავშვთა პროსტიტუციას და ბავშვთა პორნოგრაფიას ეხება.